გუშინ ესე იგი ნაცებმა ხაბეს სახით დასხეს გახარიას და სალომეს. არა და სასაცილოდ ქონდა. გახარიაო პარლამენტში ვინთან ვერ გამოვიყვანეთო. ანუ მთელი მუღამი აყოლებს არის ის, რომ ადამიანი რომელიც უყურებს ამას, გასაგებია გახარიებს ყველაზე რაღაცა საიზღარი პარტია მეგონი არ არსებობს ქვეყანაში. ან სალომე რო აი უბრალოდ სულით არადეკვატურობას ასხივებს და მთელი ოპოზიცია გაანადგურა თავისი უიდეობით, ფსევდო გაერთიანებებით, საკოორდინაციო შტაბებით და რაღაც. ეს ხო ძალიან გასაგებია, ამას ხო დიდი ხანია ვლაპარაკობთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თქვენ გაგონიათ ნაცება ეს არ იცოდნენ. აი თვითონ აი როც ჩემი აჯეროდეთ, აი ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ აი პარლამენტიდან ვერ გამოვათრიეთ გახარია, მაგრამ ამაზე ხო არ ვლაპარაკობთ. ხო და რატომ არ ვლაპარაკობთ? ან თვითონ ამბობს, რომ აი რაღაც ხდება, აი გახარია რაღაც ფულის გამო, რაღაც მანდატების გამო, რაღაცას არაკეთებს მისი მიიჩნევენ სწორად. მე ზოგადად არ ვარ თანხმობით მის მანდატების დათმობას და რაღაც, მაგრამ ნუ მათი გადმოსახედიდან, მათი რაღაც პროდასაური ბარიერ გადალახული პარტიების რაღაც ერთობის გამო, ხო? პარლამენტში არ არიან და ხო ყველა უტარებს. აი ჟურნალისტები ხო რაღაც ეუბნებიან თქვენ თავიდან რომ დაიწყოთ დატოვებთ მანდატებს და გახარია რომ პასუხობდა ჩვენ არ მივცეთ პარლამენტის ლეგიტიმურობას და ნუ ოკეი всё და რო უტარებდნენ ეს ხო შემთხვევით კი არ იყო დავალება ქონდათ რომ უბრალოდ არ გაპრესონ გახარია არ ჩაჭრან ზედმეტი კითხვა არ დაუსვან არ ჩაეკითხონ რასაც ეხა ხაბე პრეტენზიას უყენებს სხვებს კითხვა შეიძლება ამდენი ხანი გადამწყვეტ ბრძოლაში რო იყავი კოალიციებს რო ხოდავდი შენი ტელევიზია რომ ამ ხალხს აპიარებ და ხმარო არ დაიკარგოს კამპანია რო ატეხეთ და ეხა რო ეძახი ამბობ რომ ბიზნეს ჯიბის ოპოზიცია არისო კაცო ბიზნეს ჯიბის ოპოზიცია ეხა გაჩნდა აი ვინმე ხმა მიეცითო და 4-5-9-25-ო და რამეო და ამ ამბავში და ყველა პრაიმ ტაიმში გახარია რო ის და წინასაარჩევნო მაშინ არ გახსოვდათ გუბაზე რო ამბობდა რომ ისა თამარ მეფე არისო სალომეო ორი კვირის წინ ბოდიში არ უნდა მოიხადოთ რაღაც არ უნდა აღიაროთ ბიზნეს ჯიბის ოპოზიციასთან კოალიციას რო ხოდავდით მაშინ ეს ნორმალური იყო თუ ასე ფიქრობთ ანუ ან ახლა იტყუებით ან სულ რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ჩვეულებრივად ხალხს ატყუებდით ხო ჭამეთ ხო ჩუმად იყავით ხო გააპიარეთ ხო დაეხმარეთ ხო ამბობდით რომ ოღონდ იმას რომელიღაც პარტიას მიეცითო გიჟს არ მისცეთ ხმა თავარია ვინმეს მიეცით ხალხს ეუბნებოდით აი ხმა არ დაიკარგოს იყო თავარი ამბავი და 25-იც იქ გეწერათ ჩვენ რო საუბრობთ რომ მოსყიდული იყავთ ბიზნეს ლიდერშიპიო რატომ ხდება იცით აი ჩვენ ხო ვიცით რომ აი ერთმანეთზე რას ლაპარაკობთ ვიცით რომ ყველაზე რაღაც ცუდი სიტყვებით ასე ვთქვათ მოიხსენიებთ ერთმანეთს ვიცით თქვენთან ლაპარაკები გვაქვს ბევრთან რომ ხან ერთ ეძახით მოსყიდულს, ხან მეორეს, ხან ასეც, ხან ისეც. და მე გამოდიხართ საჯაროდ და ეხუტებით ერთმანეთს და უი რა კარგია და ერთი რო ამბობს რომ იცი რა ის მე ზუსტად ვიცი რომ ბიზნესთან და მე მასთან ერთად არასდროს არ ვიქნები და მე გამოდიხართ მიტინგზე და ჩვენ ერთობა რაღაც. ასე არ მოსულა ხვდებით და რო უყურებთ რომ ეს არაადეკვატურობა მიშა რო ყავთ ლიდერად და სულ მიშაზე ლაპარაკობთ და მე თანამშრომლობთ ადამიანთ რომელსაც მიშა ციხე არ შეიწყალა და ეხლა ლანძღავთ. ეხლა გაგახსენდათ, ეხლა მარტში გაგახსენდათ. აი ეს ამბავია რა საბოლოო ჯამში. აი ეს თქვენი არაგულსხმელობა საკუთარ თავში პრობლემას როგორ ხედავთ. საკუთარი შეცდომების დაშვებას რო არ აღიარებთ, ბოდის რო არ იხდით და სხვას რო ლანძღავთ, როცა გაგიხარდებათ, ამაშია თქვენი პრობლემა. თორე რა შვენიერი იყო ხაბე რაც თქვა გახარიაზეც სალომეზეც ბევრად მეტის თქმა შეიძლება უბრალოდ გულსხმელობაა საჭირო და უნდა დაიწყოთ თქვენივე შეცდომებით თქვენივე აღიარებით რატომ იყო რომ თუ ჯიბის ოპოზიციას ეძახით და თუ ამდენი გაქვთ სალაპარაკო რატომ არ ლაპარაკობდით რა ერთობა იყო რომ ბიზნეს ჯიბის ოპოზიციასთან რა ერთობას ხვდავდით ბიზნეს წინააღმდეგ თუ მაგრები ხართ აი უბრალოდ ამას ხალხი ამას როგორ ჭამს და ვინც ჭამს ну იმსახურებთ იმასაც გაქვთ რავი რა გითხრათ მეტი ისერინეთ ხაბესთან ერთად და ნაცებთან ერთად ქუჩაში თუ ამას ჭამთ მარტივია რა ხო და ამიტომ არის რომ ასეთი იდიოტები ყველა ხო ვერ იქნება ასეთი იდიოტი ვერ იქნება აი არ შეიძლება რომ ეს გაზდიოდეს გასაგებია რომ ხალხი რაღაცას ჭამს და ხალხი ჭამს რავი რაც თუ ასეთ რაღაცას ჭამს როგორც ქოცები სამურჩეველი რაღაც სისულელეს ჭამენ რაც გლობალური ომის პარტიის არ იყოს ისევე თქვენ საჭმევთ თქვენ ამორჩევას და რამდენადაც შეჭამს იმდენად იქნება ეგ სადაც არის მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს თუ არ შეიცვალა ანუ თქვენ თუ აი ასეთი რაღაც არ შეცვალეთ სულ ბიზნესა გაიმარჯვებს სულ გვექნება აი იმისაც განსტარო თქვენ მოსყიდულები ხართ ხანდა როგორ დავიჯეროთ თქვენ იდიოტები ხართ მიმართავ ნაცების ამორჩეველს ეხა კი არ უნდა გაბრაზდეთ როცა მიშა გაუხანძლივ სიხეში ყოფნა არამედ მიადეკით ხაბეს და კითხეთ
ჯიბის ოპოზიცია რო იყო, რატომ ავდით ხმა არ დაიკარგოს? რატომ მოუწოდებდით თუ არ მინდათ ნაცებს ხმა მისცეთ? აი რომელიმე პროდასალურ რაღაც პარტიას. და აი მოსთხოვეთ პასუხი. და თუ არ გაუვათ ეს, მე რამე გეშველებათ. თუ არა და არ გეშველებათ. და იყავით სადაც ხართ.